ეს მინდა გესაუბროთ დიდი ისრაელის პროექტზე, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში ხშირად გაიგებთ საერთაშორისო მედიიდან. ამ ტერმინის და ამ პროექტის თაობაზე საუბარი განსაკუთრებით გახშირდა 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ, როდესაც ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო საკუთარი ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა რეგიონის მიმართ, რომლის მთავარი მიზანი იყო ყველა მისი მოწინააღმდეგის საბოლოოდ განეიტრალება და შემდგომ აი ამ დიდი პროექტის შექმნა. თვითონ ამ ტერმინის ხშირი გამოყენება როგორც თვითონ ებრაულ საზოგადოებაში, ებრაული მედიის მხრიდან და ბოლოს უკვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ იმასაც მიანიშნებდა ბოლო პერიოდში, რომ ირანთან კონფლიქტი გარდაუვალი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი ირანული საფრთხე არ განეიტრალდება ისრაელის პერსპექტივიდან, ამ დიდი ისრაელის პროექტის ხორცშესმა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ თუკი ამ პროექტზე საუბარი იყო გააქტიურებული, ეს იმას მიანიშნებდა, რომ წინააღმდეგობა პირდაპირ დაპირისპირება ირანთან იყო გარკვეულწილად გარდაუვალი. რაც შეეხება თავად დიდი ისრაელის პროექტს, აქ იგულისხმება დიდი ებრაული სახელმწიფო შექმნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კონკრეტულად ისრაელის მეზობელი არაბული სახელმწიფოების ტერიტორიების ხარჯზე და როგორც თქვენ რუკაზე ხედავთ, აქ მოიაზრება მაგალითად მთლიანად ლიბანი, სირიის სამხრეთ ნაწილი, ერაყის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, საუდის არაბეთის ჩრდილოეთი, საკმაოდ დიდი ტერიტორია და დასავლეთით მეზობელი ეგვიპტის მთლიანად აღმოსავლეთ ნაწილი მდინარე ნილოსამდე. ერთ შეხედვით ცოტა ესეთი უცნაური რუკა და ცოტა ესეთი ხმამაღალი განაცხადად შეიძლება მოიაზრებოდეს ეს, თუმცა როგორც ვახსენე, ამის შესახებ უკვე საუბრობს არათუ ქვედა რგოლის პოლიტიკური წარმომადგენლები, არამედ ეს ახსენა კიდევაც ერთ-ერთ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ,